გამარჯობათ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნევილის ტაროლოგიურ გვერდზე. მათ ვინც არიცით და ჩემი გვერდის სტუმრები ხართ, მე ვარ ნევილი, ეზოთერიკოსი ტაროლოგი, ასევე მაგიური მცენარეების წიგნის ავტორი. ვისაც სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ მომწეროთ პირადი კონსულტაციებისთვის და წიგნის შესაძენად. მოდით დღეს ვნახოთ საჯარო გაშლა სახელწოდებით. ზოგადად ყველა ადამიანს აქვს ხოლმე სიტუაციები, როდესაც ვერ გაუგია სწორი მიმართულებით მიდის თუ არა კონკრეტულ რაღაც სიტუაციაში ან ცხოვრებისეულ გზაზე. შესაბამისად, დღეს მე მოგაწვით არსებულ სიტუაციას და არსებულ ინფორმაციას ცხოვრებისეულად რამდენად სწორ გზას ადგახართ ან კონკრეტულ სიტუაციაში, რასაც ჩაიფიქრებთ კონკრეტულ თემაზე, სწორი მიმართულებით მიდიხართ თუ არა. სამი ვარიანტი, სამი სიტუაცია და შესაბამისად გააკეთეთ არჩევანი. თითო ვარიანტზე, თითო სიტუაციას ჩაიფიქრებთ, ან ერთ ვარიანტზე ცხოვრებისეულ სიტუაციას, ან ზოგადად მდგომარეობას, რამდენად სწორად იქცევით არსებულ სიტუაციაში. შეხედეთ კარტებს, დაფიქრდით, აირჩიეთ სასურველი ვარიანტი, ვინც ვერ მოასწრო არჩევანი, მე კი უკვე დავიწყებ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის არსებულ სიტუაციაში სწორ გზას ვადგავარ თუ არა, სწორი მიმართულებით მიდივარ, ვიტყოდი, რომ კი. არსებული გზა საკმაოდ სტაბილური არის, რაღაცა მომენტში შეიძლება ითქვას, პატარ-პატარა რყევები გქონდეს, ეტაპობრივად ვითარდება ეს სიტუაციები, ნელ-ნელა მიდის, ნელ-ნელა ვითარდები, გამოდიხარ სირთულეების მდგომარეობიდან და შანსები საკმაოდ დიდი არის, მიაღწიოს სასურველ შედეგს ის, რაც ჩაფიქრებული გააქვს. ზოგადად რა მიზნისკენაც მიდიხარ და რაც გინდა. არსებულ სიტუაციაში თამამად შემიძლია თქვა, რომ კი და კი, უბრალოდ მეტი თვითრწმენა, მეტი მუშაობა საკუთარი თავის მიმართ და მეტი მოთმინების გამოვლინება. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტის არსებული სიტუაცია, გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტის სიტუაციაში სწორ გზას ვადგავარ თუ არა არსებულ სიტუაციაში ჩადაფიქრში და ცხოვრებისეულ გზაზე, ვიტყოდი, რომ არა. არსებულ სიტუაციაში უფრო მეტად გჭირდებათ, რომ ჯერ პირველ რიგში საკუთარ თავთან მიმართებაში დაამუშაოთ ის პროტესტები და ის მიუღებლობა საკუთარი თავის და სიტუაციების, რომელიც გაქვთ. რეალურად არსებული სიტუაციაზე უნდა გაიაზრო ის, რომ იქნება ეს შენი ახირება, იქნება ეს არ არის, რაც შენ რეალურად გჭირდება და უბრალოდ აკვიატების თემა არის. მეტი დაფიქრება გჭირდება. შეხედე როგორი მომენტი არის სამართლიანობის არკანის მდგომარეობით, პირდაპირ ამომდის სიტუაცია, რომ ბალანსირება გაქვს დარღვეული სიტუაციური კუთხით. ეს რასაც აკეთებ, როგორც მიდიხარ, ანუ გჭირდება უფრო მეტი ჩამოყალიბება, გეგმის დაწყობა, გააზრება, რა როგორ გავაკეთო რა მიმართულებით და გაიაზრო ის, რომ სად უსვებს შეცდომას, ანუ რას აკეთებ არასწორი კუთხით. როდესაც ამ ყველაფერს უკვე გადალახავ, შემდეგ ავტომატურად აი ამ ჩაკეტილობა, პროტესტებისა და უარყოფის შემდეგ მოვა უკვე მერე დაბალანსების სიტუაცია, ზომიერების მდგომარეობა შეიძლება ითქვას, გაწონასწორებულობა ესე ვიტყოდი და ყველაფერი იქნება უკვე სამართლიანობის პრინციპით. ეხლა არსებულ სიტუაციაში ბოლომდე სწორად ვერ ვიტყვი, რომ იქცევი და სწორი არჩევანი არის. ასეთი იყო მეორე ვარიანტის სიტუაცია და მესამე ვარიანტზე გადავდივარ. არსებულ ვარიანტზე სწორად ვიქცევი თუ არა, ან ზოგადად არჩევანი სწორი მიმართულებით არის თუ არა, აქ ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ დიდი ხანია უკვე ამ სიტუაციაზე ხარ ორიენტირებული, ატრიალებ და ეს უკვე მეტად გადაგდის აკვიატება შეჩვევის მდგომარეობაში. ისაც შევაჭრება მჩება, რომ გინდა, მაგრამ ბოლომდე იმას არ აკეთებ, რაც საჭირო არის. აქ გარკვეული კუთხით გჭირდება მუშაობა საკუთარ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, გარისკვიანობის კუთხით, დარწმუნება საკუთარი თავისა, რომ ეს ნამდვილად გჭირდება ან არ გჭირდება, ხო? არსებულ რეალობაში ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რადგან ზომიერება და ძალის არკანი ამოგდის, რომ საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული არ ხარ, ხო, ორი მაღალი არკანი, აქ უფრო მეტად არის 50-50 სიტუაციაზე. რა რამდენად გიღებს პირობითად სიტუაციაზე თავის გაწირვა, ან არ გაწირვის მდგომარეობა, ხო? ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე სწორი გადაწყვეტილება არის, ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე არ არის სწორი გადაწყვეტილება. აქ მესამე ვარიანტის წარმომადგენლებზე უზენაესი ძალები გაძლევენ საშუალებას არჩევანის გაკეთებას, რომ შენი გადაწყვეტილება შენვე მიიღო. ცუდად მიიღებ ამ გადაწყვეტილებას, ცუდად წავა სიტუაცია, კარგად. ეს უკვე შენ უნდა გასაზღვრო, რა როგორი კუთხით გიღებს. ასე რომ აქ არის სასტორის პრინციპი 50-50. აი ესეთი იყო სამი ვარიანტის არსებული სიტუაცია. დავიწერეთ კომენტარებში რამდენად რეზონი და რამდენად ახლოს იყო არსებული სიტუაციები. ზოგადად პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მომართოთ პირადში. ნახვამდის.